მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 3 თებერვალი, როდესაც ეს გადაცემა იწერება და აი ამ პერიოდში ყველაზე მეტად აქტუალურია თემა ის თუ მოახერხებს თუ არა და შეძლებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები მის რაღაცა ომახიანი მუქარის ფონზე განახორციელოს თავისი რაღაც სტრატეგიული ამოცანები, საუბარია ირანზე, საუბარია იმ სამხედრო ფლოტილიაზე, რომელიც ტრამპის ბრძანებით მიადგა ირანს და თან ამავდროულად ისიც ვიცით, რომ რუსეთი და ჩინეთი აგზავნის შეერაღებას, აგზავნის სამხედრო ნაწილებს და ერთგვარი წითელ ესე იგი ზღვარს უწესებს შეერთებულ შტატებს. ეს კიდე განსაკუთრებით ორმაგად საყურადღებოა იმ ფონზე, რომ სამი უდიდესი ესე იგი ბირთვული პოტენციალის მქონე სახელმწიფოები ერთმანეთს უპირისპირდებიან ამ დიდად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სივრცეში და ჩვენ რეგიონში მოკლედ სოფლიო ყურადღება არის მიპყრობილი და არა მხოლოდ რაღაცა ჩვენი რეგიონი, არამედ სოფლიო განსაკუთრებული ძიმე და მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი გადაცემის სტუმარია ოთარ ჭულხაძე, მადლობა რომ გვეწვიეთ, ანუ მეორედ უკვე ესე ვთქვათ და პირველი ჩვენი სტუმრობა, თქვენი სტუმრობა ისეთი საინტერესო აღმოჩნდა და თან ჩვენ შორის რაღაცნაირად ის გაიხსნა ხო ეს რაღაცა ანალიტიკური სასაუბრო თემები, ამიტომაც ესე იგი მეორეჯერ მადლობა მოწვევისთვის. თან გადავიდეთ კითხვაზე, აი რა ხდება ირანში და როგორ შეიძლება შეფასდეს ახლა ეს მიმდინარე პროცესები. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ირანს, ეს არის მრავალსერიანი ასე გეოპოლიტიკური ფილმის მორიგი სერია, შეიძლება ესე ვთქვა. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე თვის წინ ის შეტევა, რომელიც იყო ეს 12 დღიანი ომის სახელით შევიდა ისტორიაში. ახლაც ამის მორიგი სერიაა, ეს არის კბილის მოსინჯვა რა. ჩვენ ვიცით, რომ იგივე ბესენტმა, რომელიც არის ამერიკის ესეთი ფინანსთა მინისტრი, შეიძლება ესე ვთქვათ, მან თქვა, რომ სპეციალურად ხდებოდა ირანის ეკონომიკური ზეწოლა, შესაბამისი ასე ვთქვათ, დოლარის როგორც ბერკეტის გამოყენება, რათა ეკონომიკური პროტესტი და შემდეგ ამერიკა მოვლენოდა მას როგორც მხსნელი. ანუ რეალურად ჩახსნილი ასე ვთქვათ ეს რაღაც ფარდა და პირდაპირ ცინიკური საუბარი მიდის, რომ ამერიკა ცდილობს რა თქმა უნდა ირანზე ზეწოლას მის ასე ვთქვათ გეოპოლიტიკურ პარტნიორ ისრაელთან ერთად იმ სივრცეში და ესე იგი აიათოლას ასე ვთქვათ ვერტიკალმა გაუძლო იმ შემთხვევაში საქმე ის არის ხა მე უფრო კონკრეტულად ცხადია არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ცხადია ის რომ ირანი გამოვიდა ძალიან ბევრი სისუსტე ირანის ასე ვთქვათ თავდაცვის ღუდეებში, იგივე როგორც ჩანს მოსადის მიერ ინფილტრაციამ სფეროში. კი, ინფილტრაცია იყო მაღალი, თუმცა ეს გამოვლენა შეიძლება ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ რაღაც აზრით უფრო ირანი გაძლიერდა, იმიტომ რომ თავის სუსტი წერტილები აღმოაჩინა, აგენტების ნაწილი უკვე გამოვლინდა, თუმცა ცხადია უფრო ღრმა დაძინების აგენტებიც ალბათ არსებობენ სიღრმეებში და აი აქ უკვე ჩანს რომ აი აქ უკვე არის ბრძოლა უკვე ჩინეთი და რუსეთი ამ თავისი ამ ფლოტის მიშველებით და ასე შემდეგ და იქ ჩადგმით აეუბნებიან რომ ჩვენ ირანს ვერ დავთმობთ. არ დავთმობთ იმდენად, რადგან ვერ დავთმობთ, რადგან ეს ფაქტობრივად ირანის დათმობა და იქ რაღაცნაირად გარდა იმისა, რომ თქვათ იქ ჰორმუზის სრუტეში თქვათ გადის 20%-ზე მეტი ნავთობის და თხევადი გაზის, გარდა იმისა, რომ თქვათ მთელი ამ ირანის გეოეკონომიკური მნიშვნელობისა, ხო ირანს აქვს ასევე ეს გამაერთიანებელი ფუნქცია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს რეგიონი, ანუ რეალურად ამ ბრიქსის ქვეყნები და ამ ესეთი ესე იგი ევრაზიის გეოპოლიტიკურ არენაზე ირანი არის რეგიონული ცენტრი, ასე ვთქვათ, რეგიონული ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე და აი ამის რაღაცნაირად ამერიკის ხელში გადასვლა, ამერიკის კონტროლირებადი თქვა ჩაჰის მოსვლა იქ ხო, მობრუნება იქნება რუსეთისთვის და ჩინეთისთვის ძალიან დიდი დარტყმა, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და ისე რეპუტაციულად და ისე ინტეგრაციული თვალსაზრისით, რადგან ის ფაქტობრივად ამ ალტერნატიულ მულტიპოლარულ წესრიგში მათთვის უკან დახევა იქნებოდა ძალიან დიდი, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ რომ რაღაცნაირად ესე იგი ევრაზიის კონტინენტი რაღაცნაირად ისე დაიქსელოს, ისე დაკავშირდეს ერთმანეთს, რომ აქ ამერიკის გავლენა იყოს მინიმალური. ამერიკას ამის საპირწონეთ ინტერესი ყავს ასე ვთქვათ ისრაელი, რომელიც
მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულია, თქვათ, მუსლიმური ქვეყნებით, ის მაინც ასე ვთქვათ, მედგრად დგას თავისი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე და ასე ვთქვათ, ამერიკის უმთავრესი დასაყრდენია და ამერიკისთვის ასე ვთქვათ, აი ამ გეოპოლიტიკურ ინტეგრაციას შეიძლება ერთგვარად სწორედ მისი მეშვეობით შეიძლება აფერხებდეს, რადგან ამ ირანს და ისრაელს ვიცით, რომ დიდი ხნის დაპირისპირება და ურთიერთმიუღებლობა აქვს. ერთი სიტყვით, აი ეს გეოპოლიტიკური თამაშები მიდის, თამაშები რა რეალურად ძალიან სასტიკი თამაშები, გდერეფნებისთვის ბრძოლა და რა თქმა უნდა ნავთობისთვის ბრძოლა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს არის აი როგორც ასე ვთქვათ, კბილის მოსინჯვა, აბა ერთი დარტყმა არ გაამართლებს, აი ვთქვათ, მე თუ არ გაამართლებს, ტრამპი თავის სტილში შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ აი მოლაპარაკებები რამდენად მესიჯი მოლაპარაკება აქამდე გააჟღერა, ტრამპაც გააჟღერა და სხვათა შორის ირანმაც გააჟღერა, ჩვენ თანახმა ვართ მოლაპარაკებაზე, მათ შორის ურანის გამიდრების პროცესის შემცირებაზე, ასე შემდეგ, ოღონდ არა მუქარის ქვეშ რა, მაგრამ აი ხა ეს სამხედრო კამპანია, ხო, აბრაამ ლინკოლნის ავიამზიდი, იქ რაღაც ჯორჯ ბუში ავიამზიდი, ფლოტილია, ავიაცია, ტომოჰაუკები, ну, მთელი არსენალი დაძრა, ეს ხო რაღაცნაირად ხარჯია ჩვეულებრივი და ეს არ იქნება რაღაც ათასებზე არ არის საუბარი, ხო, ბუნებრივი, ანუ თან ავასიც რაღაცნაირად ჩამოვიდა. 12 დღიანი ომი საბოლოო ჯამში, რომელიც აი გასულ წელს იყო, ხო, ჯერ კიდევ 2025 წელს. რაღაცნაირად კოსმეტიკურ ომად შეფასდა. ჯერ გამოვიდა ტრამპი ამ ომის შემდეგ და თქვა, რომ იცი რა, დასრულდა ირანის ბირთვული პოტენციალი და 6 თვეში უკვე ხელახალად ახალი იერიშის მზადებაშია და რეპუტაციული ზიანიც კი შეიძლება მიიღოს თუ რაღაც მომენტში აი ისევ ამ კოსმეტიკური ჩარევით შემოიფარგლა ტრამპი. მეორეს ალბათ გამოწვევაც აქვს ის, რომ ოქროს შვალიდი უნდა იპოვოს. ეხლა არც თვითონ შეერთებულ შტატებს არ უღირს ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიის წარმოება და თვითონ ეს ირანში, რომელიც 90 მილიონიანი სახელმწიფოა და ეს ვენესუელა არ არის და რაღაცა კეთილად უფრო მეტად რაღაც იდეოლოგიზირებული სამყაროა. ხა მიუხედავად იმისა, რომ ეს აქცია წეგან სწორად თქვი, რომ ახსენე უბრალოდ ეს აქციები შეფასებულია მათ შორის ირანის ხელისუფლების მხრიდან, როგორც ცდელობა იმისი, რომ საგარეო ინტერვენციის ლეგიტიმაცია მოეხდინათ რა. თავიდანვე მაგ სახელი დაარქვა მოკლედ ირანის ხელისუფლებამ, რომ აქციები აგენტურული ქსელის ნაწილია აბსოლუტურად და კი რაღაც სოციალური პროტესტი არსებობს, თუმცა პროტესტი გამოიყენეს იმისთვის, რომ შექმნილი იყო რაღაც საერთაშორისო იმიჯი რეჟიმისა, რომელიც სასტიკად ახშობს ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს და ციფრებიც იყო 36000 კაცი მოკლეს, ცნობილი ტიპი რო არის შხალწვერებიანი სამჯერ მოკლა მედიამ, მე აღმოჩნდა რომ ცოცხალია და ასე შემდეგ. ხო, რაღაცნაირად ლეგიტიმაციის კამპანიური ცდელობა იყო იმისა, რომ შექმნილი იყო აი ტრამპაც ესეთი რაღაც თქვა, რომ თქვენ მოუწოდეთ ამერიკას და ამერიკა დაგეხმარებათ და ანუ დაძრა ეს არმადა და ეხლა რაღაცნაირად გამოწვევს წინაშე ჯერ ერთი რომ იქ რაღაცა რუსულ-ჩინური ფლოტილია რომელიც დგას ირანულ გემებთან ერთად ქმნის ერთგვარ რაღაცა ცოცხალი ფარისავითაა და ეხლა ირანულ გემს დაარტყა და რუსულს არ მოხვდეს ეს არის ცოტა ხო აბსტრაქციაა რა და ეს ფართომასშტაბიანი ომის გარისკვაც ხო ხა ის მესამე მსოფლიო ომის დაწყებისთვის არც სამყაროა მზად და ნუ აქ ადმინისტრაცია. ამ შემთხვევაში ტრამპი არის ერთის მხრივ ჩვენ თქვით რომ ახლა ისრაელი არის მისი დასაყრდენი და შეიძლება პირიქით ასე ანუ ისრაელის გავლენა ამერიკულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტზე დიდია. ერთის მხრივ ტრამპს უნდა ვთქვათ რომ რაღაც მშვიდობის ყოფილად დარჩეს, მეორეს მხრივ ისრაელის გავლენები არსებობს, რომელსაც უნდა რომ ვთქვათ ამერიკა უფრო ხისტად ოპერირებდეს ირანის წინააღმდეგ და ტრამპი ეცდება, შეიძლება ესე არ თქვას მან რომ აი ვთქვათ ასე უნდა, მაგრამ რეალურად მას ექნება ცდილობა რაღაცნაირად გამოძვრეს აქედან, იმიტომ რომ მისი ელექტორალური ერთი ბაზა, ხო, რაც აი მაგა არის, რომ აი თქვენ რაღაც მშვიდობა და ამერიკა რაღაც არ იყოს შორს ომებში, ხო, იქ ამბობს რომ პირდაპირ ჩვენი ესე იგი ამ რეგიონში, ანუ შუა აღმოსავლეთის რეგიონში, ანუ ზედმეტად ხომ არ არის ისრაელის ინტერესებს დაქვემდებარებული ესეთი საყვედურები მიემართება ტრამპს და ერთის მხრივ ეს ზეწოლა, მეორე მხრივ მისი ასე მშვიდობის ყოფილის რეპუტაცია
აქედან უკვე ისრაელის ზეწოლა, აი აქედან ეცდება რაღაცნაირად საშუალო გამოიყვანს, თუმცა რამდენად ის დამოუკიდებელი აქტორია, ეს უკვე ამ საშუალოს გამოყვანის მცდელობაშია და ხა ხადიას ფლოტის მიყვენება ეს უკვე ვაჭრობისთვის ასე წოდებული თამასის აწევაა, რომ აი მოდი მელაპარაკე თუ არა და აგერ მოგაყენე, ასე ვთქვათ, კი, სტრატეგიები, რომ რაღაც წნეხის ქვეშ არასნაირად დაიყო. კი, ნუ ეგ თავის ბიზნეს წიგში წერდა ერთხელ, ხო, როცა დაწერა, რომ აი ვთქვათ, როცა ის ბიზნესმენი იყო და არ იყო პოლიტიკაში, ხო, ეს მოლაპარაკებებში ყოველთვის ეს, ნუ ეგ ფაქტობრივად ახლა ტრამპი არა პირველი, მაგრამ მაგალ თამასას წერდა, რომ რაღაც მე სასურველი მიეღო რა და ამ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს, რომ თქვათ, ირანი ესე აიძულონ რაღაც აზრით ატომური იარაღის შექმნაზე უარი თქვას. რამდენად იტყვის ეს ძალიან საეჭვოა, იმიტომ რომ რაღაც ირანი ფიქრობს, რომ თავისი უსაფრთხოება და ასე ვთქვათ, რაღაც ძალა და რეგიონული ძალა შეიძლება სწორედ ატომური იარაღს უკავშირდებოდეს და აი აქ უკვე მართლა ვისი აჯობებს და ვინ გარისკავს და ვინ არის ანუ ეგზისტენციურად ვინ რაზე წამსვლელია ეგ გადაწყვეტს. თავისი ის რომ მაგალითად ეხა ზაფხულში ის გამოდის სოციალური ხასიათის ამბოხი დაიწყო, გამოდიარებდა იქიდან რომ მისი ვალუტის დევალვაცია მოხდა. ის კიდე შესაბამისად ხა ირანსაც იმისთვის მნიშვნელოვანია გაიხსნას რაღაცა ტიპის საზღვრები მისი ეკონომიკისთვის, რომ მოახდინოს აი ამ რაღაცა თავისი ეკონომიკური ინტერესის გატარება. ვაჭრობისთვის ჩემი აზრით ირანიც მზადაა და ასე გაგრძელება მისთვისაც რამდენჯერ ჩაახშობს ამ პროტესტს. არის გასაგებია რომ რაღაცა იდეოლოგიზირებულად კრავს მის საზოგადოებას, თუმცა იგივე შანხის პერიოდშიც თავარი ამბავი სანამ აითოლა ხომეინის ჩანაწერები გავრცელდება საზოგადოებაში, თავარი იყო სოციალური საკითხი და ის უთანასწორობა, რაც სუფევდა და ის სასტიკი რეჟიმი როცა მაშინ ათასობით იმაზე საიდუმლო პოლიციაზეა საუბარი, რომელიც ესე ახშობდა სისხლში პროტესტს და დაახლოებით შეიძლება იგივე სცენარიც იყოს ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც თავს აღიქვამს ამ უთანასწორო სოციალური ფენის ნაწილად. შესაბამისად, ირანსაც აქვს რაღაც სავაჭრო და გონივრული აზრი იქნებოდა ის, რომ მოლაპარაკება შედგეს. თან აქ ერთი მნიშვნელოვანია, შეიძლება ისრაელის გავლენა დიდია, რა თქმა უნდა დიდია და ამაზეც მოგვიწევს ჩვენ საუბარი კიდე იქ რაღაც სკანდალებზე, რომელიც ამ გავლენას ამ წინადადებას კიდე უფრო ამძაფრებს, ეფშტეინზე აქვს საუბარი. შეიძლება დიდია, მაგრამ იქ არის კიდე სხვა მოთამაშეები. მაგალითად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბოლო ხანებში განაცხადა, რომ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ასე გამოწვევების წინაშე დავდგებით, თუ კი ირანში მოხდა დიდი სამხედრო ინტერვენცია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და ირანი რაღაც მომენტში გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც არიან, ისტორიულად ესეა. იქ 90 მილიონი მოსახლეობაში, რომელიც ძალიან ბევრ ეთნიკურ უმცირესობას შეიცავს, რაოდენობაში მაქვს საუბარი, ხა მარტო აზერბაიჯანელები არ არიან, ხო? რთულია მე ამ მიგრაციული ნაკადების მართვა, მე ამ დიდი რესურსის მართვა, ასე რომ თვითონ რეგიონის თვითონაც გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე კატასტროფა შეიძლება იყოს, იქ მასიური სამხედრო ინტერვენცია. და აი თავარი კითხვა ეხა, აი დაარტყავს თუ არ დაარტყავს, ეხა ადამიანურ დონეზე რომ ჩამოვიდეთ. გამოწვევა არსებობს, გამოწვევა არის ისეთი, რომ ერთის მხრივ შენ აწესებ ეხა თამასას, რომ თან საინტერესო რა არის. უსაფრთხოების დოქტრინაში, რომელიც ეხლა ხამი იყო, იქ დაწერა, რომ ჩვენ ახლა მოსავთ არ გვაინტერესებს და ამ აქედან რაღაცა ერთი თუ ორი თვეაც არ არის გასული და უკვე ირანზე მიდის ეს აგრესიული პოლიტიკური რიტორიკა. აი დაარტყოს თუ არ დაარტყოს, თან ამბავი ეს სცენარებიც რომ განვიხილოთ რა. ხო, როგორი შეგიშა ეს ვენესუელის ამბავი მოხდება, რომ მაგალითად establishment-ზე მიიტანოს იერეში თუ აი ხო, ნუ ჩვენ წინა საუბარში წვე ვენესუელაზე გქონდა და მაშინ ჩვენ ნაწილობრივ რამდენადაც მახსოვს ახთა პროგნოზი, რომ თუ ვთქვათ ასეთი არ იქნებოდა, ეს იქნებოდა შიდა და გატახვა და იქ ვთქვათ მე ვთქვათ გენერალიტეტმა თუ ვინცაც ხო დავსვით ამ შემთხვევაში და ნუ ეს შეიძლება ხა მადუროს ძალიან არ გაუხარდა ჩვენი ეს ბილეთის დასმა, მაგრამ ნუ ასე გამოვიდა. ნუ თუ ამ შემთხვევაში აქ იქნება რაზე არის წამსვლელი ჩინეთი და რუსეთი და რამდენად მე მაინც გონია რომ ჩინეთი და რუსეთისთვის ეს
ირანის რეგიონი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება გაატარებინოს რაღაც დარტყმები, ვთქვათ, რომელიც იქნება გადაზღეული მათანვე რაღაც შიდა შეთანხმებით, რომ აი ტრამპა რაღაცა ვთქვათ იბაქიბუქოს, მერე ვთქვათ რამდენიმე ხანი რომ აი ჩვენ დავარტყით რაღაცა და მერე დაუქნიოთ ითი რომ გაჩერდით ახლა რუსებმა და ჩინელებმა ხო ანუ ყოველ შემთხვევაში ბოლის გამოშვება იგივე ვთქვათ ამ ისრაელის წინაშეც რომ პირნათელი დარჩეს ტრამპი რადგან ეს გავლენები არსებობს და შეიძლება ესეთი სცენა ამ სცენარს უფრო მგონია ესე მაინც შეიძლება ესე რომ აი ესე ირანზე ესე თუმცა ვერ გამოვრიცხა ხლა მე ამ შემთხვევაში ძალიან გადაზღვრებით ვსაუბრობ მაგრამ მაინც მე უფრო აი ეს სცენარი მგონია რომ ან ვერ ან თუ დაარტყმებენ აი რაღაცა კულუარული შეთანხმებების რომ თქვა ტრამპმა სახე შეინარჩუნოს რომელიც სხვათა შორის შენარჩუნება საჭიროებს იმიტომ რომ შენმა მაყურებელმა იცის რომ მის რეიტინგს აქვს გარკვეული სირთულები მინეაპოლისში ესე ადამიანების მოკვლის გამო და კიდევ სხვა რაღაცების გამო რომელზეც დღეს ასე ვისაუბრებთ როგორც თქვი. იცი რა მეორე მხარე კიდე რა არის მნიშვნელოვანი აქ ხა ირანი აქ არავის არ ეგოროს რომ აქ ირანის რეჟიმის საუბარი. დაუშვათ მოახერხა ის რომ აი ჩამოიშალა ჩინურ-რუსული რაღაცა ერთობა და მათთვის ირანი ხო რაღაცნაირად ირანის ტერიტორიაზე ესე იგი ძალაუფლების გატარება ნიშნავს იმას რომ უდიდესი გავლენა გაქვს სატრანზიტო დერეფანზე რომელიც გადის გლობალური სამხრეთიდან დასავლეთისკენ მათ შორის რუსეთს ანუ ამ სადაც არა მხოლოდ ნავთობზეა საუბარი არამედ იმ სატრანზიტო დერეფანზე ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის და ევროპის. დაუშვათ მოახერხა ეს რომ აიგოც აინც მისი გეოპოლიტიკური ამოცანა როგორც საზღვაო იმპერიისა არის აი დაიფრენების ფლობა და მოახერხა შეერთებულმა შტატებმა. ეს ხო თავისთავად გამოიწვევს იმას რომ ესეთი აგრესიული მოთამაშეები სოფლიოში როგორც რუსეთია მაგალითად შეეცდება რომ მაქსიმალურად ჩაკეტოს მისი გეოპოლიტიკური სასიცოცხლო მნიშვნელობის სივრცეზე საზღვარი ამ შემთხვევაში კავკასიაზე, ანუ ამის ალბათობა დიდია, იმიტომ რომ ირანი თუ რაღაცნაირად მნიშვნელოვანი სივრცეა მისთვის, რეზიდენციალური სივრცეა. კავკასია წითელი ხაზია და ეს ნათქვამი აქვს, გაკეთებული აქვს კიდევაც. ახლა აქ შეიძლება ვიღაცებს ეგონოს რომ ტრამპის დერეფანი ზანგეზურის დერეფაზე მაქვს საუბარი ვიღაცებისთვის შეიძლება არის რაღაცნაირად მესიჯი იმისი რომ აქ მცირდება რუსული გავლენა, თუმცა სანამ სამხედრო ესე იგი ბანაკებია და საჯარისო ნაწილები დგას, ილუზიაზე გარისკო არ შეიძლება. აი ამით თქვა რომ ეს ჩვენი ლოგიკა არ გამართლდა, კოსმეტიკური ჩარევის მიღმა მოხდა რაღაცნაირად ეს შიდა სისტემა ჩამოიშალა. რამდენად არის ლოგიკური ის რომ ეს აგრესიული მოთამაშეების აგრესიული პოლიტიკა კავკასიაზე და მის აი ამ მოსაზღვრე ტერიტორიაზე კიდევ უფრო გამკასარდება. ანუ ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ის რომ იქ არ განვითარდეს ეს სცენარი. ნუ ახლა ყველაზე უკიდურეს სცენარში თუ აქ რეჟიმის ცვლილება მოხდა, მან საერთოდ როცა ესეთი სტრატეგიული დაგეგმა მიდის, რომ თქვათ თუ მოვერევი რა ხდება, ხო აქ შენ არ გაწყობს შენში ამ შემთხვევაში ამერიკას გულის, ხო შენ არ გაწყობს რომ თქვათ მოერიო ნებისმიერ ფასად, ხო ანუ შენ გჭირდება იქ პირობითად, ანუ ერთი სტრატეგია შეიძლება აუხრებული მიწის სტრატეგიაც არსებობს, რომ შეხვიდე და გაანადგურო და გამოხვიდე და იქ ქაოსი დატოვო, მართვადი ან უმართავი, მაგრამ არის მეორე სტრატეგია, რაც ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ამერიკას აქვს ირანთან მიმართებაში, რომ ანუ შენ რეჟიმს შეცვლი, ანუ ისეთი რეჟიმი უნდა მოიყვანო, ისეთი რეჟიმი უნდა მოიყვანო, რომელიც რაღაცნაირად იმ ტერიტორიას შენთვის მართვადად გახდის და რამდენად არის ახლა ის შაჰის, ასე ვთქვათ, ამ ფეხლევის ფიგურა ასეთი მე ცოტა ეჭვმეპარება მაინც. ანუ ასე ვთქვათ, ესე ხატონად ვთქვათ, ჭიდაობაში, ანუ როცა მოწინააღმდეგეს ეჭიდავები, ანუ ისე არ უნდა წააქციო, რომ შენ ქვეშ მოყვე, ხო? ანუ რაღაცა ისე უნდა დასცე, რომ შენ მართვადი დაგჭეს. ის ხო იგივე ხა რუსეთის დაშლაზე როა საუბარი, რეალურად ამერიკას შეიძლება არ ემნია დაშლა უნდოდეს ყოველ შემთხვევაში არა იმდენ ნაწილად, რომ თქვათ იქ ბირთვული იარაღი ვიღაც პირობითად ვიღაც ჩრდილოეთ კავკასიელ ტერორისტს ჩაუვა, ხო ანუ იაკუტებს ან თქვათ ჩრდილოეთ კავკასიელ რომელიმე ტერორისტს ან ვიღაცა ჩაუვარდეს ხელში. ანუ აქ ეს სირთულე არის, ხო ხდება, თქვათ რომ გადავაყირავებ მე რა ხდება.
მათ შორის ეგ სირთულე რაც შენ ახსენე კავკასიის შემთხვევაში დეზინტეგრაციული პროცესები წავა, თქვათ ეს აზერბაიჯანელები მაინც კი შეიძლება გვანან, თქვათ, მაგრამ აი თქვათ ქვეყანა აზერბაიჯანს, მაგრამ განსხვავებებიც არის მათ შორის და რამდენად შეძლებენ ისინი ამ შემდგომ თქვათ რაღაც გაერთიანებას, ეს ძალიან ჰიპოთეზურია უკვე ეს ჯელობები. თუმცა ცხადია ახლა ის როდესაც რაღაცა დანაკარგი არის ის თავისი ასე თქვა სასიცოცხლო სივრცეებს განსაკუთრებული და უფრო მეტი სიხისტით შეეძლება დაიცვას და ნუ მე ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში უნდა იყოს ის რომ მაქსიმალური სიმშვიდე იყოს და არ უნდა ანუ მაქსიმალურად აი კავკასიას უნდა აერიდოს ეს ყველაფერი ხო იმიტომ რომ ჩვენ მართლა ვართ აი რაღაც შვიდობის ჰაბივით რა მართლა აგერ სომხეთ აზერბაიჯანი აქეთ უკრაინა რუსეთი აგერ ირანი ისრაელი და ფაქტობრივად ჩვენ ვართ ერთგვარი მართლა აი რაღაც დერეფანივით რომელშიც აი რაღაც შვიდობის დერეფანი და ამიტომ ეს ამის შენარჩუნება მოვლენებზე დაკვირვება და ნუ მაქსიმალურად ანუ ხისტი მოძრაობები ნაკლებად ირანთან მიმართებაში ალბათ და უფრო ანუ რაღაცნაირად ხო სტატუს კო და პრაგმატული ანუ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ანუ მე არ მგონია ხა მანდამეს რეგიონისთვის კარგი შეიძლება იყოს იქ რეჟიმის შესრულება ხა რაოდენ ასე წმინდა ცალკე აღებული თქვათ კონკრეტულ ხელისუფლებაზე თქვათ ამ ჰუმანისტური ან ზოგ სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე ასე არ უნდა ფიქრობდეთ ხო როცა სხვა ქვეყანას ანალიზებ ერთი არის რაღაცა მორალურ კულტურული მიღებლობა ან მიუღებლობა და მეორეა გეოპოლიტიკურ სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი და საბოლოოდ ამ დიდ გეოპოლიტიკურ სცენაზე აი ეს მეორე ლოგიკა თამაშობს იმიტომ რომ შეიძლება იგივე თქვათ ვიც გუშინ ტერორისტად იყო მიჩნეული მეორე ალ-შარა ხო თქვათ რამდენიმე თვის მერე თქვათ დიდ ოვალურ თუ სხვანაირ დიდ დარბაზებში ხდებოდეს ხო შოვანი რა არის კაი გავიგე რომ დასავლეთმა ალ-შარას ხელი ჩამოართვა და რაღაცა მაგრამ მეორეს მხრივ ნახეთ რომ პუტინთან მეორეჯერ ჩავიდა უკრაინა და ასადი აღარავის აღარ ახსოვს არც კრემლში რა კი ანუ ეგ ხო ამას ვამბობ რომ ანუ პრაგმატული გეოპოლიტიკა იმიტომ ხეს სახელმწიფო შეიძლება შიდა კულტურა ანუ ამას ხა ჩვენ უკვე გამოვიზარდეთ ფაქტიურად აქედან მაგრამ მაინც ჯერ კიდევ არის ჩვენ საზოგადოებაშიც ამ ლიბერალური ექოები რომ რაღაცა აი მოთითქოს აი ვიღაც ამერიკა ახლა მართლა დარდობს ირანელი თქვათ რაღაც ადამიანების ბედზე ხო ან იმიტომ გვახსოვს რომ მათი რეჟიმი შაჰის შემთხვევაში კი იყო იქ მოდერნიზაცია და გასაგებია ეს რეკლამები რომ თქვათ აი ქალები ჩადრის გარეშე დადიოდნენ ასე შემდეგ მაგრამ იქ იყო ასევე აი რაც ჩვენ ახსენე უსასტიკესი უსწორდებოდნენ განსხვავებულ ასს და ასე შემდეგ ხო ანუ ყველაფერი ასე ვთქვათ ეს ყალბი მორალიზმი რაც ამ ესე ლიბერალური ან ვულგარულობას ახასიათებს ხო ეს უნდა გავაგდოთ კი შეიძლება ჩვენი მორალური პოზიცია უნდა გქონდეს მათ შორის ეს რაღაცაზე სახელმწიფომდეც ავდის მაგრამ აი ეს მართლა საბოლოოდ შეიძლება ეს რაღაცა მორალზე აყოლამ ხო რაღაც დონეზე სოციალურ დონეზე რაღაც ესე საუბრის დონეზე შეიძლება მორალისტა რომელიც ერთ შემთხვევაში მორალური პარადიგმიდან იყურება და მეორე შემთხვევაში რაღაცა ანუ ერთ შემთხვევაში ამბობს ვიცი ადამიანის უფლებების მნიშვნელობა და მეორე შემთხვევაში აი მამის მაგალითი იყო დანიის ხელისუფლება რომელმაც აი ირანის შემთხვევაში ეს დაგმო თქვათ ეს რაღაც რეჟიმი და ასე შემდეგ ეს დაიღვარა ასე თქვათ რაღაც რო აი ასე შემდეგ ეს და როცა მიდგა საქმე გრენლანდიაზე უკვე პირიქით ისაუბრა ანუ ხო ხტები ხო ძალიან საინტერესო ერთი მომენტი გამახსენდა ირანთან მიმართებაში რატო არის კიდე აი აღსნელად რომ მწიფდება თურქეთმა დაიწყო ესე იგი საზღვრის გამაგრება აზერბაიჯანმა დაიწყო ჰუმანიტარული ბანაკების მოწყობის რაღაცა მცდელობები აქვს ევროკავშირმა გუშაქთა არმია რომელიც რეალობაში ირანის რეგულარული არმია არ არის თუმცა გუშაქთა არმია ანუ ისლამური რევოლუციის არმია ეს არის მთავარი ღერძი რასაც აი რაზეც სისტემა დგას ხო თეოკრატიის მცველები არიან რასაც და იმიდეოლოგიის მცველები არიან ეს გუშაქთა არმია გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად ევროკავშირში ირანმაც იგივე გააგეს შესაბამისად აი ეს დასავლურის სამყარო ემზადება და მათ შორის რეგიონიც რაღაცა შეიძლება პროცესები გაიქცეს ხელიდან. ირანის პარლამენტის ასე იგი ვიდეო გავრცელდა, სადაც სამხედრო კონფლიქტში არიან და
დეპუტატები და წავენ ამერიკის დროშას და ნუ რაღაცნაირად სისტემამ გამოაცხადა მზაობა იმისთვის, რომ იცი რა თუ გაისვრით, ჩვენ გავისვრით. მათ შორის უშიშროების მდივალმა იქაურმა განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქვეყნიდან იქნება დათმობილი ტერიტორია, რომ ასე იგი ამერიკული იერიში განხორციელდეს, ჩვენ ქვეყანას დავარტყოთ. არა უსკენ გამ უბრალოდ იმ ლოკაციებს დავუმბავთ. ერთ მათ შორის ირანის წრეებში, საინფორმაციო ექსპერტების წრეებში გაისმა აზერბაიჯანის მიმართ აგრესიული რიტორიკა, რომ ჩვენ კარგად ვიცით, ვინ თანამშრომლობს რეგიონში ჩვენთან, ისრაელთან. აზერბაიჯანი ხა ჩვენთან შეიძლება განიხილება, რომ იცი რა იქ 30 მილიონი მოსახლეობა ყავს და რამე ესეთი დიდი რეგიონალური ლიდერია ხა მცირე დონეზე, მაინც აზერბაიჯანი ომში გამარჯვებულია, ფული აქვს, შეერაღება აქვს. და განიხილავს ვიღაცა რომ შეიძლება აზერბაიჯანმა ამით იხეიროს და კიდევ უფრო განმტკიცოს მისი პოზიციები, თუმცა 10 მილიონიანი აზერბაიჯანმა შეერთოს 30 მილიონიანი რეგიონი, ამას სჭირდება დიდი მზაობა და არ გონია რომ ვიღაცა ამას ლოგიკურად განიხილავდეს ესე ჩემი აზრით თან ხა კი სწორად აღნიშნე კი გვალარ მაგრამ ირანმა ისტორიის ბაზაზე მოახერხა ასიმილაცია მე ამაც მახსოვს ალი ხამეინი დღევანდელი მმართველი ეთნიკურად არის აზერბაიჯანელი ირანელია. ასე რომ ინტეგრაცია დიდია და ეს არ მოდის რაღაცა მე-20 საუკუნეში. კი, იყო ცდილობა რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა შექმნილიყო, მაგრამ ეს იყო საბჭოთა ცდილობა და საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში 46 წელს მაქვს საუბარი დაახლოებით, აი ამ პერიოდში სტალინის ხელისუფლების მიერ მოხდა ხელოვნურად ამის ჩამოყალიბება და საბოლოო ჯამში როგორც კი გავიდა საბჭოთა ჯარი, მაშინათვე დაბრუნდა ეს გეოპოლიტიკური რეალობა. ასე რომ ეხლა რეგიონში ესე რომ რეგიონის ქვეყნები თურქეთი მათ შორის ან აზერბაიჯანი ან სხვა რომელიმე იგივე საუდის არაბეთიც მზად იყოს ამ ფართომასშტაბიანი ომისათვის ეს მოცემულობა ესე არ დგას რა და არც აწყოთ იმიტომ რომ 90 მილიონი ქვეყნის დაშლა თავისი ამ უდიდესი კატასტროფით და მათ შორის აი ამ რესურსებზე მართვას ვინ ჩაიბარებს ამაზე პასუხი არ არსებობს რა და არც პენტაგონში არ არის ამაზე პასუხი ჩემი აზრით რა პასუხი რო იყოს აქამდე მოხდებოდა ეს ოპერაცია უბრალოდ ალბათ აი ტრამპი დგას აი ამ უკროშვალდის პონის გამოწვევის წინაშე გამოვიდეს გამარჯვებული თან ამ პოზიციიდან და თან ეს ტვირთი რასაც აი ამ რეგიონში შემდეგ რა როგორ მოხდება თავის თავზე არ აიღოს რა. ნუ გამარჯვებული თუ არ ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე რომ შემდეგ პიარსულებით ხო ანუ ცალსახ ხო ანუ შეიძლება ანუ ცალსახ გამარჯვება შეიძლება აწყობდეს მაგრამ ანუ ისეთი სიტუაცია ნეიტრალურობის იმ ხარისხი დაждდეს რომ პიარი და პროპაგანდით რაღაც დონეზე გასაღებადი იყოს ეს გამარჯვება რა ეს ხმანდიეთი ეს არის ამბავი კაცო. ფორდელაიამ რომ გააფორმა ხა შეკრულება ინდოეთთან და ევროკავშირმა ეს არისო შეთანხმების დედა შეთანხმებაო 2 მილიარდიანი ბაზარზე მივიღეთ სტომა და მეორეს ხო მათი გეოპოლიტიკური პროცესი რომელიც დაღმართისკენ მიექანება უცხოეთისკენ რაღაც შეამფერხებელი ბარიერი მართლა არის ესეთი ტიპის ხელშეკრულება იმიტომ რომ დაიწყო ევროკავშირმა ფიქრი სამხრეთზე გლობალურ სამხრეთზე ჩამფრინდა სტრამერი ბრიტანეთი დაუსის კონფერენციაზე მაკრონი გამოვიდა და თქვა რომ იცი რა ჩინეთთან საუბარი აუცილებელი და ასე შემდეგ თუ ირანში ქაოსი იქნება, ირანი დაეცემა, ან რაღაცნაირად ირანი გამოეთიშება ამ სამხრეთულ ღერძის შემადგენლობის კოალიციას, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი, ეს თურქები საერთოდ გავიდეს. ასე რომ, ჩემი აზრით კი გამოაცხადა ევროპამ გუშაქთა არმია ტერორისტულ ორგანიზაციად, მაგრამ არც ევროპა არ არის განწყობილი იმისთვის, რომ იქ რაღაცნაირი ქაოსი იყოს. მაშინ არის მათი გეოპოლიტიკური მიზნები წყალში ჩაიყრება. მოკლედ ირანი არის ახლა ირანის кейსი აი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და დიდი გამოწვევის წინაშე ამყოფებს მსოფლიოსაც და მათ შორის ჩვენს რეგიონს და კარგად ვახსენეთ ჩვენი ოდესაც ვსაუბრობთ ტრამპის გამოწვევებზე და რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ის რომ უშედეგოდ და მორჩეს ეს ირანული კამპანია და მეორე მხრივ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ერთი მხრივ აი ირანის ამბავმა და თან როგორ იყენებს ესეთ შემთხვევებს თვითონ ტრამპი თავისი რაღაცა პირადი იმიჯის და ზოგადად აი Make America Great Again-ის აი ამ იმიჯის გაძლიერებისთვის. ხო, ნუ ცხადია რაღაცა ზრით ამ მთელი განზომილებებთან ერთად ამ გეოპოლიტიკურ აქტივობებს თუ ფსევდოაქტივობებს თუ იძულებებს თუ ოქროშვალედის პოვნებს თან ახლავს ეს არის რაღაც შიდა თემების გადაფარვა
და ერთ-ერთი იყო ეს მინეაპოლისის ამბები და მეორე ეს არის ეპშტეინის ფაილები, რომელშიც ტრამპიც არის ნახსენები, თუმცა ხა უდანაშაულობის პრეზუმპცია რომ ახსენოთ, ხსენება არ ნიშნავს დანაშაულს, მით უმეტეს მეილებში, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ესე შექსპირის ეულა თუ ვთქვათ, ნეოლიბერალურ სამეფოში რაღაც დალპა და ეს დალპა ძალიან დიდი ხანია. ხო, ამ შემთხვევაში ნეოლიბერალურ სამეფოში, ჩვენ ხედავთ ელიტის სრულ დეგრადაციას და ფაქტობრივად ეს არის რაღაცნაირად ნეოლიბერალიზმმა წარმოშვა ეს რაღაც ესეთი კასტა, რომელსაც ყველაფერი მოსულა, ასე ვთქვათ, ეს ძალიან მაგონებს დიდი იტალიელი რეჟისორის პაზოლინისთვის სალო სოდომის 120 დღე ეს ეპშტეინის ასე ვთქვათ ფაილები, სადაც იქაც არის ნაჩვენები თუ ესეთი რაღაცნაირად ესეთი ფინანსური თუ რაღაცნაირი ელიტა, როგორ ვთქვათ, ესეთ ტიპის ამორალურ საქციელებს ბილად რო ვთქვათ ჩადის, ხო? ხო, ეს კი, ეს არის ფაქტიურად ეს არის რაღაცა არ არის ეს რაღაც ახალი რომის ელიტა, ხო, რაღაც დეგრადაციის ნიშნები არსებობს, რაღაც რომის გვიანდელ პერიოდს ხშირად ახლა როცა საუბრობენ ანალიტიკურად ამ ამერიკული იმპერიის დაცემის ეს პერიოდი და რომის დაცემის პერიოდი გავს და ჩემი აზრით ეს რაღაც ეს ეპშტეინის საქმის გასკტომა არის ამის ნიშანი. ფავდიდის უნდა გავიხსენოთ რა ჩემი. ხო, ფავდიდის ეპშტეინი არის, ფავდიდის კი, ხო, ეგეც ხო, რეალურად საქმე ისე რაღაცა ეპოქის სული, ხა შეიძლება იქ ვიღაც კონკრეტული ტიპი ამაში იყო, ვიღაცა სპეცსამსახური იყენებდა ერთის მეორეს. ეგ ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ მაინც როცა რაღაცა მიმართულება აღებული, ხო, ისტორიას, აქ უკვე მაშინ სკდება, შეიძლება ერთი მოვლენა ვთქვათ, სხვა შემთხვევაში სხვანაირად განტოტვილი იყო, სხვანაირი განწყობები წარმოიშვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უკვე არის მინიმანიშნებელი, რომ რაღაცა მატარებელ რომის დაღმა ეშვება, იმან რაღაც დამატებითი ბიზგი მიიღო აი ამ დაღმასვლისკენ. და შესაბამისად ეს მგონია, რომ აი ამ რაღაც ნეოლიბერალური ხრწნის მორიგი ნაწილია. უბრალოდ საქმე ის არის, რომ აი კაცობრიობა ძალიან რაღაც ალტერნატივების არ ქონის გამო, წარსულში ალტერნატიული პროექტების კრახის გამო, აი თითქოს ეს ინგრევა, მაგრამ აი ალტერნატივა მაინც უფრო არის ხოლმე, აი მე-19 საუკუნის აი სუვერენული ტეტზე მიბრუნება, იმიტომ რომ რეალურად ეს აღმოჩნდა იმ ნამსხვრევებიდან, თქვათ, არ გამოვიდა სოციალიზმის შენობა, ეს ნაციონალიზმის სიგიჟემდე მიგვიყვანა, აგერ ფუკუიამას ისტორიის დასასრულის სიშლეგე აღმოჩნდა და ფაქტობრივად დაუბრუნდით აი ამ მე-19 ცივილიზაციური კრიზისი არის და ამ კრიზისზე პასუხი ახლა კოლექტიურ სულში აღმოჩნდა ის, რომ რაღაცნაირად გამოვიძახეთ, რასაც ახლა დღეს კონსერვატიზმი ქვია, მე-19 საუკუნის რაღაც ეროვნულ ასე ვთქვათ, ერის სახელმწიფოების იდეის აღორძინება, იმიტომ რომ ადამიანებმა ნახეს, რომ ეს საერთაშორისო უბრალოდ ტრანსნაციონალური ელიტები არა მარტო ეპშტეინის საქმეებში, არამედ აი ასეთ გეოპოლიტიკურ ხლართებში, იგივე მაიდანებში და ბევრ რაღაცა ისეთში არიან გახოვლაც, აი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს, ასე ვთქვათ, საბედისწერო გავლენას და ეს გავლენები უკვე აი ეს ადამიანში ეს გამოფხიზლებები ხდება. უბრალოდ ამისი რაღაც გადამისამართებას ჯერ კიდე ისეძლიერად ვერ ხდება, იმიტომ რომ ძალიან განტოტვილი და დაქცელილია სამყარო იდეოლოგიების ეპოქას მიიძინა ან წავიდა და შესაბამისად აი მაინც გეოპოლიტიკურ სიფრთხეზე ვრჩებით, რომ თქვათ აი ისევ აი ეს რაც ის მცირე ამოვარდნა ისტორიიდან, რაც იდეოლოგიის სიფრთხეზე გადაინაცვლა დიდი დაპირისპირების ვექტორმა, ეს ისევ მეორე პლანზეა, ისევ გეოპოლიტიკური დაპირისპირება, ასე ვთქვათ, დაპირისპირების წინა ხაზზე და აი ისევ ერთადერთი შემაკავებელი რჩება ეს ატომური იარაღი და კაცობრიობა აი ამ რაღაცა დიდი სისტემაა ძალიან მერყეობის იმაში და დაველოდოთ. ალბათ რაღაცა ტიპის ესე პაქს ინტერრეგნუმ შეიძლება დავარქვათ, ანუ დროებითი შუალედურობის მშვიდობა შეიძლება დამყარდეს, სადაც ჩინეთი, ამერიკა და რუსეთი რაღაცეებს გადაინაწილებენ, მაგრამ ეს დეგრადაცია ჩვენებს. ხო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ინგრევა, დასანგრევია. კი, იმიტომ რომ ფაქტობრივად რეალურად ჩვენ გვაქვს ცივილიზაცია, მაგრამ კულტურა რაღაცაზით რაც იყო კლასიკური კულტურა, ის რაღაცაით არის ძალიან ჩაჩოჩებული ან საერთოდ გამქრალი. იგივე დასავლეთში ეხა ხო ჩვენ ხშირად
გვეუბნები რომ რაღაცა დასავლეთ რეც სიძულვილი და რაღაცა არაფერი შუაში არა პირიქით ჩვენ აღვწევთ იმ კულტურის განლევას და ცივილიზაციური ამ ტექნოკრატიაში განზავებას რაც იმ კულტურის რომელიც ჩვენ გვიყვარს იგივე პაზოლინი და რა ვიცი ბევრი კინო, თეატრი, ფილოსოფია, ლიტერატურა რაც მართა დასავლური რასაც ვეძახით არის ის რომ ის იდგა შემეცნებაზე, იდგა განვითარებაზე, იდგა ადამიანის ღირებულებაზე და დღეს ხედავთ რომ რაღაცა ალტერნატიული ღირებულებების ალტერნატიული მორალის შთაგონება მიმდინარეობს და თან შთაგონება იმ ფონზე რომ ეს ხალხი ვინც ამის უშუალოდ გამჟღერებლები, ამის უშუალოდ სახეები იყვნენ, არიან მონაწილეები ისეთი საშინელი საქმეებისა, როგორც შეიძლება იყოს იგივე ფავთიგი და იგივე ეფტენის კუნძულის ამბები და ეხლა მე არ დავიწყებ პრობლემა, კარგად იცის შეიძლება რეები წერი. უბრალოდ რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და თაიმ გეოპოლიტიკურ პროცესიც შევიყვანო საუბარი შემოჩენ დაიწყე. გავაგზავნო უბრალოდ. ერთ-ერთი ნაცნობის გაზიარებული სტატია ვნახე. Daily Mail-ის უწერია, რომ ამ ეფშტეინი ეფშტეინიო თანამშრომლებდაო რუსულ უშიშროებასთანო. და ამას ჰქონდა ეს ამ ჩემს ნაცნობს ჰქონდა გაზიარებული ეს. რაღაცნაირად გამოხატავდა იქითა ბაბლის სულისკვეთებას, რომ ხედავ რუსეთის უშიშროება როგორ მუშაობს, სად მუშაობს და ასე შემდეგ რა. ეხა ძალიან პრიმიტიულია ეხა მისი მსჯელობა, რა თქმა უნდა, ეხა გინდა რუსული უშიშროება იყოს და გინდა მოსადი იყოს, ხო? მნიშვნელობა რა, მოსადთან უფრო დიდი კავშირები ქონდა თვითონ ეფშტეინს და საუბარია მოსადის ყოფილი შეფსდეთ და ბევრ მოკლედ იდეაში თუ ლოგიკურად უშიშროებასთან თანამშრომლობდა, არა ამერიკულ უშიშროებასთან, არამედ უცხოეთის ეს არის, უფრო მოსადი ვიდრე შემთხვევაში რუსეთი. ეხლა თანამშრომლობდა, არ თანამშრომლობდა იქ ვიღაცა რომ მიდის და ამ საშინელებას აკეთებს, ხო? რადგან ეფშტეინის კუნძულზე ხდებოდა, ხო? ეხლა მაგას თანამშრომლობა კი არა, საუბარი იმაზე რა დონის როგორ დალპა მართლა რაცა ნეოლიბერალურ საერთოში და მე მაგიზიანებს რა იციო, რეაგირება არ აქვს რა. ანუ მასას, რომელიც რაღაცნაირად იცავს ამ რაღაც ადამიანის უფლებებს და მორალს ყველა სიმტკეზე, იქნება ეს საერთაშორისო პოლიტიკა თუ ეზოში ქუჩიზაღლიო გაუმეკიდება. ამ თემაზე რეაგირება არ აქვს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისევ რაღაც ირანზეა საუბარი და ის ბიჭი მოკლეს თუ არ მოკლეს, გასაგებია თქმა უნდა ის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რომ ახლა ვიღაცა 8 წლის ბავშვებს ცხოვრებას უნგრევდა პირობითად, ხო და ამაზე საერთოდ არ საუბრობს რა. ეს არის ჩემთვის აი ახლა ჩვენ ვსაუბრობთ არანაკლები საშინელება უდრესი კი რა ჩვენ ანუ არის ადამიანის მორალური ხედვის პრინციპების სხვაობა ხო ანუ შენ რასაც ამბობდა რა ხედვიდან გამოდიხარ და ნაწილობრივ ალბათ მეც ეს არის რაღაც პრინციპიდან გამომდინარე რომ შენ რაღაცა არ მოგწონს თქვათ რაღაც ვიღაცის რაღაცნაირი საქციელი ცუდი საქციელი არავითარ შემთხვევაში და იმას არ მოწოს თავისიანისთვის და განა არ მოწოს ეს არის ასე ვთქვათ დასტვენილზე გამოძახილი ანუ შენი აზრი არ გაგაჩნია ანუ არ შეიძლება ადამიანი იგივე ხა ფეერვერკი კარგია თუ არა მაგალითად რა ვიცი ქუჩაში ძაღლი მოგზდებდეს თუ არა ირანში შაჰი უნდა იყოს თუ არა ზელენსკი გმირია თუ არა ამაზე ყველა ამ თემაზე ერთი და იგივე პოზიცია ქონდეს ადამიანს თუ ის რაღაცნაირად შინაგანად გაიაზრებს რაღაცას. ხო, ანუ ეს არის ძალიან მარტივად ვთქვით, ბაბლის ინფორმაციული მესიჯ ბოქსური ლოგიკა, როცა შენი რასაც ქრისტიანობის ჩვენ ხა ქრისტიანული კულტურის ნაწილები ვართ, ქრისტიანული კულტურის ნაწილი რა არის, რომ შენ რაღაცა აზრით კი გარედან მოგეცემა, მაგრამ შენი შინ პიროვნულ შუქზე უნდა გაიაზრო რაღაცა, რომ თქვა რომ აი კი ეს გმირია, ეს არ არის გმირი, ის მომწონს, არ მომწონს და არა ის რომ თქვა აი ეს როგორ არ უნდა იყოს ქვევრი, რომელსაც ჩასძახებენ, იმას ამოძახებენ და ჩვენ რასაც ხედავდით, ეს არის აბსოლუტური, ეს არის არა მარტო ქვევრის ფუნქცია, რას ვეჭი ხა ქვევს, მაგრამ ანუ ეს ეკოსავით ამოძახება, მაგრამ ეს არის აი რაღაც ფარისევლობა, რომ შენ აი ვითომ ხარ ჰუმანური, რამოდენიმე შეიძლება გვერდზე ვიღაცას რო კლავენ, ანუ შენ ხარ ეს არის სვეცკური, ეს არის იგივე ფარისევლობა აი ვინც მონაწილეობდა ამ საშინელებაში რომ გამოდიოდნენ და მე ადამიანურ ღირებულებაზე რაღაც
ვესაუბრებოდი ის ხალხია მონაწილეობა. ეს არის კუტოკური ფსევდოჰუმანიზმი, ასე ვთქვათ, რომ აი რაღაც აი ტრენდული რა, ანუ ეს ფაქტობრივად ის ფარისეულობა, რასაც ფაქტობრივად ქრისტიანულობა ებრძოდა ხო თავის ასე ვთქვათ ყველაზე ავთენტურ ფორმებში. ანუ ეს არის და ეს ანუ შენ ფაქტობრივად რა ვიცი ანუ მაგალითად ვიღაც ერთი კონკრეტული ქალის მიმართ ძალადობა მოგწონს მეორეს მიმართ ხმას არიღებ იმიტომ რომ შეიძლება პოლიტიკურად სხვისიანი იყოს ხო პრორუსია და ანუ საერთოდ ადამიანის დეჰუმანიზაციის ანუ ადამიანი მეორე ადამიანს ანუ პირდაპირ ვერ ასე ვთქვათ აიგდებს აბუჩას ჯერ უნდა მოახდინოს მისი დეჰუმანიზაცია იმიტომ რომ თუ ის იტყვის რომ მე შენ ჩემნაირი ხარ მე რაღაცა ჩემსავე მორალურ სტანდარტებს შენზე ვავრცელებ და იმისთვის რომ მეორე ადამიანი რაღაცნაირად გავწირო ჯერ უნდა ის ადამიანური ფრჩხილებს გარეთ უნდა გავიტანო რომ თქვა რომ ეს თქვათ ან რაღაცა ეს არის რაღაცნაირი ხო ახლა აღარ ვიტყვი კონკრეტულ თქვათ რაღაცნაირი განდევნი ბნელი რაღაც რუსეთუმე მონა მოსაკლავი ხო ლიბერასტი ხო და რაღაცა ანუ რეალ დეჰუმანიზაცია სჭირდება მარკერის მიკვრა რათა მერე უკვე ეს ხო ადამიანი არ არის და მერე უკვე ყველაფერი მოსვლა იმიტომ ეს უფლებრივი და ესეთი რაღაცნაირი ტოლსწორად მეტნაკლებობით ტოლსწორად დაყენება ამ ადამიანურ ურთიერთობებში და ამ ადამიანური ინტერსუბიექტურობის ანუ ზოგად საყოველთაობის გააზრებიდან გამომდინარე ხდება და შენ როცა ამბობ რომ ეს ადამიანი რა ის არ არის ეს არ არის ხო ამ შემთხვევაში უკვე იოლია ხო და ჩვენ ხა თანამედროვე ლიბერალიზმის ამ სახეს მემარცხენე ლიბერალობას იმიტომ აკრიტიკებთ რომ აქ არის ფაქტობრივად აი ეს არის რაღაც აი ზეხარეხში აყვანილო ჩემიანი ანუ ეს არის ნეოტრაიბალიზმი რა ანუ ახლებური ტიპის ჯოგური აზროვნება რომ ჩემიანი კარგია სხვა უნდა მოვყოთ უბრალოდ კომბალის მაგურად რაღაც ფერადი ჯოხები ხო კლავიატურა და ფერადი ჯოხები უჭირავთ ხელში ეს არის და ეს რა ახლა მაგრამ ამბავში კიდე ერთი საინტერესო რა შეიძლება დეტალი იყოს რა გამოქვეყნდა ეს ეპშტეინის ამბავი ამერიკულ საზოგადოებაში გრემის დაჯილდოებაზე ვნახეთ რომ ტრამპი გააკრიტიკეს აი ამ საიმიგრაციო პოლიტიკაზე და იმ შეფზე რომელიც მოყვა მის საწინააღმდეგო აქციების ჩახშობას, მაგრამ კაცშუს ხმა არ ამუღია ეპშტეინის კუნძულის ამბებზე ამ გრემის დაჯილდოების პროცესის დროს, ხო? ბილი აილიშმა და ვიღაცებმა გაამართლეს ყურადღება და მერისტრის თქვა მინდა, ეხლა წარმოიდგინე ტიპი აკეთებს ეს ეპშტეინია, თანამშრომლობს აბსოლუტურად ყველასთან, ამ ლიდერშიპთან მათ შორის არა მხოლოდ ამერიკული, ხო, ევროპული, ნორვეგიის პრინცესა შეიქმნა ეხლა რაღაცა ძალიან დიდი საფრთხეები. და ასევე ბევრი და ისა ბრიტანეთის ელჩი ამერიკაში ფოტო გავრცელდა, საცოლებში დგას გოგონასთან ერთად, დღეს ეს ეპშტეინის ფაილებიდან ამოღებული და ასე შემდეგ, ევროპელი ლიდერებიც გადაჯაჭვურები არიან, მოკლედ აი ამ ქსელში რა. ამ ხელა ამბავს ვერ მოახერხებდა თუ ეს არ თანამშრომლობდა სისტემასთან. ეს არ არის მარტო ვიღაცა ტიპის რაღაცა, კაი და უფრო მოსადის აგენტი იყო პირობითად რა, ეპშტეინი, რომელსაც შეიძლება იცის, მაგრამ მაინც გავამახვილა ყურადღებას, რომ საეჭვო ვითარებაში თავი მოიკლა ვითომ, ამ ტიპი აღარ არსებობს, რომ კიდე რაღაცები გაიყვეს, გვაქვს ეს მიმოწერები და ფაილები და რა ხდება? ტიპი ამას მარტო ვერ იცავს, რა საუნ აგენტურა ხელს უწყობს. თუ სისტემა არ არის ორიენტირებული, რომ შეიქმნას ესეთი რაღაცა კუნძული თუ ურთიერთობების სისტემა, სადაც ერთი ამბები ხდება და მე კომპრომატებით იმართება პოლიტიკა, ხო? ის ამბავი რომ ეს ფაილები გაიხსნა და არც რაღაცა მედია აქტიურობა არ ჩანს, აქ ისეთ მნიშვნელოვანი არც დამნაშავების დასჯის კამპანია არ ჩანს. რაღაცნაირად გონია რომ ამით თვითონ ამერიკული სისტემა ბოლი გამოუშვა და კოსმეტიკური ჩარებით უნდა რომ ეს ამბავი ჩაატაროს რა. იმიტომ რომ წინა ეს ამბავი რომ მოხდარიყო ნებისმიერ არა ლიბერალურ ქვეყანაში. მოხდარიყო ჩინეთში, მოხდარიყო რუსეთში, მოხდარიყო ირანში, ეს შეიძლება გამხდარიყო აი არმადა რომ მიიყვანა, შეიძლება ამერიკას მიიყვანა არმადა და მოითხოვა ამ საქმის გამოძიება, გადადგომა საერთაშორისო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიარება და ასე შემდეგ. ანუ ეს რაღაცა გამქვეყნება და ფაილები და რაღაცა იუსტიციის დეპარტამენტი რო აქვეყნებს. როგორ შეიძლება და პირველი კიდე სახელები რო გაეპარათ, თავიდან ხო გამოაქვეყნეს რო დადეს და სახელები გვარები ეწაშალეს და მე წაშალეს, ეხლა ის ყველა მიცს ამ თან ტიპს უთხრეს რომ
გაუბაზარეს თან, ანუ ხელმეორედ დააყენეს იმ რაღაც ემოციური წლეხის წინაშე და თან კიდევ ხო, ეს გავს ხადია ის რომ რაღაცნაირი ეს მაგასთვის და ხა ამერიკაში ხო არიან მართლა ეს ვინც რაღაც ოღონდ ამერიკული იდეალების წამს რა ის სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და რაღაცა კლასიკური ლიბერალიზმის წამს არის ამერიკულში მაგას ტიპები ნაწილობრივ ეგეთები არიან და ეს ამათვის გადაგდებულ საკენგსაც გავს და ცხადია ის რომ იმათი ზეწოლაც იყო რომ ეს რა ხდება და უბრალოდ მე მაინტერესებს რომ მე როგორ გრძელდება რომ კაი თქვათ არის ესეთი დამპალი ელიტა გყავთ და მე რა უკეთეს ვაწარმოებთ ტრამპი უკეთესია შეიძლება არის მე არ ვიცი ანუ ვინმე დგება ანუ საკითხი ვინმე პასუხისმგებლობის ანუ ხო ხდები ეს ანუ სისტემა ვეღარ იწევს აი ამ საიდუმლოებას ანუ და რეალურად ანუ ცინიზმის ველი არის შექმნილი სადაც შეუძლია თქვას რომ მე მინდა ვენესუელა 27 შტატად თუ 53 შტატად ეხა რა მაგარია მადურო მოვიტაცოთ ანუ ხო ხდები მე მინდა გრენლანდია ანუ ხო ხდები რეალურად ეს იმდენად მოირღვა ეს საერთაშორისო სისტემა რომ ესეთი ცინიკური ცინიზმის ნორმალიზაცია ხო რაღაცაზე ხა გეოპოლიტიკური სისტემა ყოველთვის შეიცავს ცინიზმის რაღაც დონეს რადგან კანტის ცნობილი ის არის ჯერ კიდევ როდის ამბობდა კანტი რომ თქვა სახელმწიფო შიგნით უფრო იოლია კონტროლი და ეს საერთაშორისო დონეზე არ არსებობს პოლიციელი რომელიც ეტყვის რომ აი ესე უნდა ქნახო ხა სახელმწიფოში ადამიანთა შორის ურთიერთობებს რაღაც ორგანოები ასე ვთქვათ ამენეჯმენტებენ რა და აწესრიგებენ და იქ არ არის ესეთი მომწესრიგებელი ხო იმიტომ ეს ამერიკა როცა ვითომ ამის ფუნქცია ქონდა ისე მოაწესრიგა რომ ინგრევა ეს პლანეტა ხო და ანუ ეს ვითარება ანუ რაღაცა ტიპის ანუ ეხა კაცობრიობაც ცდილობს რომ რაღაცნაირად გადავიდეს ახალ წესიზე თან ამას ემატება ტექნოლოგიური წინსვლა თითქოს ყველაფერი ხელმისაწვდომია თითქოს თან ამავდროულად აპოკალიფსის ზღვარზე ვართ ანუ ძალიან ეს ეკლექტურობა ესე უხეშად რო თქვა შეინიშნება ანუ ერთის მხრივ თითქოს წინსვლა მეორეს მხრივ ამ წინსვლით გამოწვეული ნგრევის პოტენციალობა ანუ ეს დაპირისპირება ძალიან წყიბზე გადის და ერთადერთი შემაყალიბებელი ფაქტორი ისევ და ისევ ეს ბირთვული საფრთხე ხდება, თორე ჩემი აზრით იგივე უკრაინის ომი და იგივე სხვაგან ომები ბევრად უფრო ტოტალურ ხასიათს შეიძენდა ვიდრე ახლა აქვთ მათ რა. მოკლედ შევაჯამოთ რაღაცნაირად და თან დავუშვიდობოთ კიდევ მას მაყურებელს. რთულ ეპოქაში ვართ, გეთახვები იმაში და აი ამ რთულ ეპოქის ანალიზი არის მნიშვნელოვანი და ანალიზი არა მხოლოდ ხა მე კი არ ვიძახი რომ ჩვენ ორი საუბრობთ ყოველ ჭეშმარიტებას ან კიდე ის ადამიანები რომლებიც აი ამ ჩვენს გადაცემას ესტუმრებიან. მათ შორის ალტერნატიული მოსაზრებები მნიშვნელოვანია. უბრალოდ არ შეიძლება რომ შენი ქვეყნის ბედი შენს ლოგიკას გადააყოლო რა. ესე გეოპოლიტიკას რო და ულოგიკობას ხშირად. ულოგიკობას. იმას რომ რაღაცა ჩვენი იმპორტირებული იდენტობა და იმპორტირებული იდენტობა ქვია ზუსტად იმას რომ წამოვიღეთ რაღაცა სხვადასხვა სამყაროებიდან, ზოგი ჩრდილოეთში იყურება, ზოგი რაღაცი ოკეანეს მიღმა, ზოგი პროამერიკელია, პროევროპელი, პროირანელი, პრორუსი და ასე შემდეგ. ხო, აი იმპორტირებული იდენტობებით იმსჯელო შენი ქვეყნის იდენტობაზე. არ შეიძლება და ჩვენი ქვეყნის იდენტობა კიდე მოითხოვს გადარჩენას პირველ რიგში, ეხლა აი ამ პროცესში და აი იგივე იგივანიც რომ რაც გამიხილეთ ჩვენ რა რო გულშემატკივრობენ ხა შეიძლება შენ არ მოგწონდეს ხო აი თოლას რეჟიმი და ის რაღაცა რელიგიური წმეხი და სახელმწიფო აპარატის ბოროტება მოსახლეობის საზოგადოების წინაშე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უფრო უარეს მომავალს უგულშემატკივრო რა ან შეიძლება უგულშემატკივრო პიონულად მაგრამ სახელმწიფო პოზიციადეს არ უნდა აქციო რა თქმა უნდა და შიდა რყევებში ეს ელემენტი არ შემოიტანოს ძალიან მეორე პრობლემა გვაქვს ჩვენ ქვეყნის შიგნით ამ პრობლემებს მივხედოთ, უმჯობესია ენერგია აქეთკენ მივმართოთ, ვიდრე ის რომ აი ამ საერთაშორისო დავებში ეცადო რომ შენი ქვეყანა სადღაც სადაც არავინ არ გეკითხება, უცებ გამოაჩინო და ეს გამოჩენას ვიღაცებს გონიათ რომ შეიძლება კარგი იყოს საერთაშორისო რადარებზე ჩანხარ და დღეს საერთაშორისო რადარები იმაზე კი არ არის ვინ ვის დაელაპარაკოს, არამედ იმაზეა ვინ ვის რა წაართვას, იმიტომ რომ ძველი წესრიგი როცა ინგრევა
აი ეს დრო დგება. ვის რაც არფოს. აქ შენ რაღაცნაირად როარ გეკითხებიან თავი ამუყო, შენი თავის მუჭერის ტოლფასი შეიძლება გახდეს და ირანი არ არის სახიფათო ცნება და მხოლოდ რაღაცნაირად ესე იგი შახის პროპაგანდისტური პლაკატებით, რომელიც ვითომ მასიურად ესე ცხოვრობდა ირანი, ამ ილუზიებით არ უნდა გავაგრძელოთ ამ ესე იგი მოვლენის განხილვა. მადლობა შენ მოწვევისთვის. ასევე ვიცი, იმედი მაქვს, რომ რამოდენიმე გადაცემის მერე მესამედაც აუცილებლად. გაიხარა. იცოცხლე.